საჭთან მომიწია რაღაც შეურწყყოფა მივაყენე, იმის გვერდაზე მიყვარს. არასოდეს მოვიქცე და დავისაჯიკინე. ვაგზავნებთ ჩვენ გადაცემას მეორე ეპიზოდით. ჩვენი დღევანდელი სტუმარი იქნება გიორგი ხარებაშვილი. ალბათ გაიგებთ მისი ახლეს რომ გადავიდა დინამოში და საინტერესო იქნება მისი ახლდან გაცნობა მოედანს მიღება. დავუსვათ რამდენიმე კითხვას და გავიგებთ თუ როგორია მისი ცხოვრება ფეხბურთის გარეთ. როლექსში მოგესალმებით გიორგი. მადლობა ძალიან დიდი რომ მოხვედი ჩვენ გადაცემაში. ვაფასებ ამას, რადგან გვეხმარები რომ გავზარდო ჩვენი პროექტი და მაშინ დავიწყოთ, ხო? კი ბატონო. აი, მაინტერესებს შენი პირველი ნაბიჯები როგორ იყო ფეხბურთის? საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ დავიწყე 14 წელს ასაკში გუბას დოლიძესთან და მოგეხსენებათ ბავშვობიდან უნდა დაიწყო ბურთთან მუშაობა, რომ მომავალში არ გაგიჭირდეს ბურთთან ერთად ბურთის კონტროლი, პასი, დარტყმა ასე შემდეგ და მე არაფერი არ ვიცოდი და შესაბამისად ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ბევრი შრომის შედეგად მივაღწია იმას, რაც მივაღწია. პირდაპირ ცოტა რთულ საკითხს შევეხები, კი მაშინ ბატონო. იყო თუ არა რამე მომენტი კარიერაში, რომ ანუ ვთქვი, რომ შეიძლება რაღაც გაგემთავრებინა ნაადრევად კარიერა რამე ეგეთი. კი იყო, ბევრჯერ იყო სხვა შორის, იმიტომ რომ იყო ბევრი კაი სეზონი, როცა მქონდა პირველ ლიგაში, რაბოდები კაი სეზონი მქონდა და სეზონის ბოლოს არ დაურეკოს არავის, ვინც რო თქვა, რომ რაღაც განვითარება შეიძლება მოყვეს და აქედან გამომდინარე მქონდა ეგ ფიქრი, რომ ვარ დავანებო, მაგრამ ამდენ შრომას წყალში ვერ ჩავყრიდი და შესაბამისად მომიწია გაგრძელება. ხო, გაგრძელების მიზეზიც ეგ აღმოჩნდა, რომ შრომას. კი, აუცილებლად. ან ცოდნა დაფასდებოდა აუცილებლად. და ის პაუზა რო ქონდა რამდენიმე თვიანი დაახლოებით 8 თვეს ოხუმში რომ დამოშობდი. ეგ ქონდა პირადი მიზეზი თუ არ არის? პირადი არ არის, ბრო, რაც რომ საჭთან მომიწია რაღაც პირადი ანუ ესე რა სიტყვაც რაც შეურწყყოფა მივაყენე, პატარა ვიყავი და ჩემი გამოუცდელობიდან გამომდინარე არასოდეს მოვიქცე და დავისაჯიკინეს და ეს იყო მაგის მიზეზი რო არ ვითამაშია რა თქმა არაფერი. სხვა შორის ეგ ზრდასრულ ასაკში წინა მაგან თავი რო არ უნდა დაგერგო ჩემი წამანა რა ამანა ეხა ასაკთან ერთად ცოტა ასე თქვა დავღვინდი და აღარ მაქვს გამოცდილება სხვა შორის. კი, აუცილებლად. აი, ასაკს რადგანაც შევეხეთ, ფიზიკურ დატვირთვას და ვარჯიშევეხები, რა იცვლება ეხანდელ ასაკთან შედარებით იმასთან, როცა ანუ ადრე ვარჯიშობდი, როგორ ემზადებოდი თამაშებამდე და ასე შემდეგ. ბევრად შეიცვალა სხვათა შორის, იმიტომ რომ ახალგაზრდა რო ხარ, გინდა არ გინდა მოყვება შენი ბუნებრივი ჯანი, პატარა რო ხარ, შეგიძლია, მაგრამ ეხლა თუ არ ივარჯიშე ჩემ ასაკში 30 ასაკში, გამორიცხულია რომ ან ძალა გამოყვეს, ან სისწრაფე კონდეს, ნენა ეხლა გინდა არ გინდა ასაკში შედიხარ, გაკლდება ეს სისწრაფე და ყველაფერი, მაგრამ მე ვცდილობ რომ შევინარჩუნო ეს სისწრაფე, ჯანი და შრომის შედეგად ღვთისმსწავლობით ინარჩუნებდა, ნახოთ, ნარჩენი როგორ იქნება. ბევრი რაღაც შეიცვალა, ბევრი შრომა ჭირდება უფრო რა, ასაკთან ერთად. ნუ თავის საკვებიანად რაღაც. აუცილებლად. თავის ვიტამინი, პროტეინი, ძილია ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ ასაკში მით უმეტეს. მაგრამ ჩვენც ვარ გქონდა ცოტა ხანდახან საჭიროა ხოლმე, მაგრამ ამას რომც არ დაარღვევ ამ ასაკში არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ფეხბურთელები ვარ და ჩვეულებრივ ადამიანებს როცა მუშაობენ, რომელიც მუშაობენ, იმათ ჭირდებათ ხოლმე ხანდახან დასვენება და ჩვენ როცა შეგვიძლია კვირიდან კვირამდე ვართ ისე რომ მაგალითად სულ დიეტაზე ვართ, წორგვებაზე ვართ. და კვირის ბოლოს ხა კარგ თამაშს რო ითამაშებ და მოიგებ, ან თუნდაც წააგებ, აუცილებელია რომ დაარღვიო, რომ შემდეგ კვირას უკვე ახალი мотиваციი დაიწყო ვარჯიში რა და 29 წლის ასაკში საჭიროა და 30 და 31 წელსაკიც რა. რადგანაც ძილს შევეხეთ, ახალგაზრდებს არჩევას მისცემდი, იმიტომ რომ თითქოს ტრენდივით გახდა, რომ 4-ზე ან 3-ზე უნდა დაიძინონ რაღაც ეგრე და გინ სპორტსმენებს, გინ ჩვეულებრივად ადამიანებს, რომლებიც არ არიან დაკავებული ან ვარჯიშთან სპორტით, რაღაც დააკვალიანებდი, რომ ცოტა ძილი გამოასწოროს რაღაც. ზოგადად ძილი და განსაკუთრებით სპორტსმენებისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძილში იზრდები. ეს შენი ნავარჯიშები 15 ახალგაზრდა რო ხარ, უფრო მარტივად ვითარდები და ძილთან დაკავშირებით რაც არის რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ძილი. ძილი თუ არ დაიძინე, გამორიცხულია ფეხბურთელმა, რამე შეიძლება რაღაცის ბუნებრივი რაც გაქვს ახალგაზრდობის გაყვეს, მაგრამ ცოტა რომ შეხვალ ეს 23, 24, 25 ასაკში უკვე მიხვდები რომ ეს ძილი არის უმნიშვნელოვანესი რა. ხო და რაც შეეხება ჩვეულებრივ ადამიანებს, მათთვისა ნევროზი ესე რომ ვთქვათ, რაც ყველაზე ცუდია და განვითარებულია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ სპორტსმენებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრე ძილი რა, იმიტომ რომ რო არ დაიძინო უენერგიოდ, უჯანოდ მიხვალ ვარჯიშზე, რაც ჩვენთვის ფეხბურთელები და სპორტსმენისთვის განსაკუთრებით ყველაზე მნიშვნელოვანია. მოდი უკვე ფეხბურთის თემას შევეხებით.
ხშირად გვინახავს რომ ტაქტიკა იცვლება ხან 4-2-3-1 თამაშობს ხან სხვაზე ხან სხვაზე და რომელი გიჩვენია შენ პირადად მე პირადად მირჩენია 4-4-2 ორ ფორვარდზე დგომა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ისრაფი ასთვის მადლობა ღმერთს მაქვს და ცველების უკან ჩარბენებზე ჩემთვის უფრო კომფორტულია გიჩვენია ნუ კი მაგრამ ფლანგზეც კარგად ვარ ანუ არ მიჭირს არც მარჯვენა არც მარცხნივ მაგრამ ფორვარდით არის უკეთესი ჩემთვის რა უფრო კომფორტულად ვარ და უფრო შედეგიანი ვარ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და უცებ რომ მოხდეს რომ თუნდაც მოუწიოს ტაქტიკის შეცვლა და მაგალითად მოგიწია მარჯვიდან თამაში რა შეცვლიდი შენ სტილში მაგალითად არაფერი არ იქნება შეიძლება ალბათ უფრო მეტი სწრაფები უნდა ჩართო რა იმიტომ რომ ხა ფორვარდი რო ხარ სხვა რაღაცეები გიწევს რა გინდა არ გინდა იქ ჩარბენა გიწევს და როცა გიტევენ ოდნავ ცენტრთან ამოხვალ გაჩერდები და იქ უკვე ვეღარ გაჩერდები იმიტომ რომ მარჯვიდან რო გიწევეს შენ გიწევს ჩამოსვლა და შეტევაში თუ ხარ შენც უნდა ჩას სულ მოძრაობა გიწევს ეგ არის ერთი და სხვა სფეროებში უფრო მეტი მოძრაობა გიწევს მარჯვიდან რო ხარ მეტი არაფერი შესაძლებელი არ არის მაგრამ და როგორც ფორვარდს ყოფილა შენი რომელიმე გუნდელი რომელიც ძალიან გემარტივებდა საქმეს და თუ იყო ვინ იქნებოდა კი ბევრი იყო ეგეთი ჩამოთვლაც და გამიგრძელდება მაგრამ იყო რამოდენიმე ხოლმე საუკეთესო მაგალითად არდაზიშვილი რათი ეხა გაგრაში ვიყავით ერთად და ძალიან კომფორტულია მასთან ერთად თამაში რამე მომენტი რო გითხრა ზუსტად ესე ვერ ვიხსენებ იმიტომ რომ ყველა მომენტი რაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მაგრამ ეს კონკრეტულად აუცი რთულია გახსოვს და მაშინ ბარემ რომელიმე მოწინააღმდეგე მცველი როდესაც გაგიჭირდა თამაში გაჭირვებით თითქმის არავისთან უბრალოდ უფრო ესე ვთქვათ ნათამაშები და გამოცდილი იყო ვარლეი ქუთაისში მარჯვენა მცველი აი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ვისაც მითამაში საინტერესო და ნუ სახოზე არც არ მოგვიწია მაგრამ სახოსთან მეძირთ მე მაშინ მარცხნივ თამაშობდა ვარლეი იყო ჩემს ფლანგზე და ვარლეი ჩემს ფლანგიდან მე ვისაც მომიწია უშუალოდ ვარლეია თორე გამოცდილებით რა სახოზე გამოცდილი ჩვენ ევროპაში არავინ არ იყო კი ერთ-ერთი პრობლემა რაც ქართულ ფეხბურთს ახასიათებს ეს რეისეულით არის ფანების ნაკლებობა მაგრამ ამის მიუხედავად მაინტერესებს იყო თუ არა რამე მომენტი სადაც ატმოსფერო შეიქმნა სტადიონზე ესეთი რომ რაღაც მომენტი გადაგიწყვიტა თამაშის კონკრეტულად მე და ჩემ გუნდს კი შარშან იყო პლეიაუტის თამაში როცა ბონუსი თამაშებოდით აი ეგ მანდ იყო სუვაგებით გაგვიტანეს გაუტანე და ისე მოხდა რომ დამატებითი მერეპენლები და ნუ ეს ემოციები და ეს შეძახილები იყო ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვანი რომელმაც мотиваცია მოგცა და დავჭით უმაღლეს ლიგაში და ზოგადად რაც შეეხება გულშემატკივრობას რეგიონებში არის მოგორშია, ქუთაისშია, არის სხვა სამტრედიაშია, ასე თუ ისე, მაგრამ უფრო მეტია საჭირო რა. ეხლა დინამო არენაზე რო გადიხარ და დინამო თბილისის თამაში როა და გადიხარ დუნის თამაშები ქსიამოვნებს რა, იმიტომ რომ ამ ხელა სტადიონზე მან დრო ხალხი დაამატო. ალბათ რავი, კვარარო იყო ბათუმში მაშინ და ჩამოვიდა და ბათუმით ეთამაშებოდა დინამოს მახსოვს. ძალიან ბევრი ხალხი იყო. აი, ეგ არის мотиваცია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და არა მარტო. ვიმედოვნებ რომ ახლო მომავალში იქნება ეგეთი სიტუაცია და იულის ხალხ სტადიონზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის. კი, ჩვენი მიზანიც ეგ არის, რომ როგორმე ქართულ ახალ თაობას უნდა სამწუხაროდ თაობა შევაყაროთ და დავაბრუნოთ ქართულ ფეხბურთში. რა, იმედია გამოგვირი დახმარებით ფეხბურთში. აი, ისე საქმეს აკეთებთ, რომ გამორიცხულია რო არ დაგიფასდეთ და არ განვითარდეთ, ისე როგორც თქვენ გინდათ. მოდი მაინტერესებს მაშინ ვინ იყო შენი საოცნებო თანაგუნდელი? იმ ქართველი და იმ უცხოელი. საოცნებო? კი. თანაგუნდელი ესე არ მიფიქრია რომ ვიღაცასთან ერთად უნდა მეთამაშო, მაგრამ ეხა ოქრი იყო გაგრაში ჩვენთან და ოქრი ყველას გვახსოვს როგორი კარგია და როგორი მაგარი ფეხბურთელია და ამ ხელა ფეხბურთი ითამაშა. მაგრამ ეხა იქნება დინამო თბილისში ჯაბა კანკავა და გიორგი ლორია და ეს ორი მაგალითი უკვე ყველასთვის და ვაკო გვილია და ეს ორი სამი მაგალითი მე ვფიქრობ ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებოა რომ ითამაშოს მათ გვერდით და განვითარდეს რა. მაგაც დიდი მაგალითი ქართულ ფეხბურთს არ ყავს. განსაკუთრებით ჯაბა კანკავას. თან მათი გამოცდილება დაგეხმარება. კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად. 29 წელს ვეცდები რომ რაღაცა ვისწავლო და განვითარებ. და უცხოელი ვინ იქნება? უცხოელი, როგორც მახსოვს რონალდო რეალის ფანი ხარ? კი, რონალდო ეხა რონალდო კრისტიანო ჩემი ფავორიტია, მაგრამ ფეხბურთი შემოყვარა რაულმა და კიჭა რონალდო. ეგორი ფეხბურთელი იყო, ვისაც რო უყურებდი, ვაფშე ვერსად ვეღარ ვიყურებოდი, აბსოლუტურად მარტო ტელევიზორს ვიყურებდი. ეგორი იყო ჩემთვის ფეხბურთის დაწყების მიზეზი ესე რომ ვთქვათ რა. რონალდო უკვე ახალგაზრდობის ასაკში, რონალდო კრისტიანო რონალდო, კი. მესი არ ჯობია? მესი სხვაგან არის ბავშვი, საერთოდ.
რონალდო, ნუ მესი ბევრად მაღლა დგას, მაგრამ ჩემთვის მე ვფიქრობ, რომ რონალდო ჩემთვის უკეთესია, ჩემთვის თორე მესი ახლა მესია. თავისი აზრი და მესია. მესი ეგეთი დაიბადა რა. აი რადგანაც რეალს შევეხეთ და ქართულ ფეხბურთელებს არჩევანს წინაშორ დაგა. რეალთან ერთად გვიჩვენეთ უბრალოდ მოგება თუ ნაკრებთან რომელიმე ჩემპიონატის. სხვა შორის სხვა ფეხბურთელებს რო უყურებ ხოლმე ესეთ კითხვას რო უსვამენ, სულ მაინც პატრიოტული იმაზე მივიდება, რომ აი სოფლიო რა. სოფლიოა რა, იმიტომ რომ სოფლიო რომ მოიგო, მე უკვე ყველა გზა გიხსნება რა, აბსოლუტურად და შეიძლება უკვე სხვა გუნდთან ერთად მოიგო ის რაც ანუ 2-1-ში მოიგებ რა. შეიძლება შესაძლებელია ასე რომ სოფლიო მრჩევნია ნაკრებთან ერთად. რამე შემოთავაზება ქონიას მსხვილ გუნდებიდან? იყო რაღაცეები, კი, იყო რაღაცეები. თუმცა ისეთი არაფერი რომ დავფიქრებულა რა წავსულიყავი რა, იმიტომ რომ მაგალითად სიტყვაზე $4,000 რო გეუბნებიან და აქ რო გაქვს 10 არ გიღებს ლარი. იმიტომ რომ განსხვავება არის 2,000 ლარი და ხა 1000-ობით კილომეტრის იქით რომ მიდიხარ შენი ოჯახ ან შვილი მყავს ახლა. არ გამოვა, ხო, არ გამოდის ახლა. ბევრი ფეხბურთელი ვიცი დაურეკავენ $100-ზე მიდიან ხა $10,000 როგორ უნდა წახვიდი ნორმალური ფეხბურთელია. ეგეთი შეთავაზება რო გექნება უნდა წახვიდი აუცილებლად, მაგრამ მე ეგეთი შეთავაზება ჯერჯერობით არ მქონია რა. იყო რაღაცები, მაგრამ ბოლო მომენტში არ გამოსულა და $4,000 და $5,000-ზე არ მივეს ასვლა რა სიმართლე მენდელის, მაგრამ თუ იქნება მომავალში, თუ მექნება ღვთისმყალობით კაი სეზონი ხ დინამოში, სიამოვნებით განვიხილავ ყველანაირ გუნდს რომ რაღაცა სადღაც ან თუნდაც აზიაში, ან თუნდაც რაღაც ევროპა ღმერთვაქნას ვითამაში თუ რა თქმა უნდა, ასაკი მათთვის პრობლემა არ იქნება. და დინამოს გარონ შეთავაზება მიიღე, გრევე გადაწყვიტე რომ კი უნდა უთხრა, უნდა დათმო თუ ანუ იყო რაღაც პოპლანის მომენტი. დინამო თბილისთან კონტაქტი მე მქონდა შარშანიც. შარშა რომ მოგურჩეს, ანუ უბრალოდ მე მქონდა რაღაც ცხოვრი ვარიანტები და ველოდებოდი რა, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, ძალიან დიდი განსხვავება იყო რა. სახელმწიფო ამბავში და მე რჩინა რომ დავუდებოდი და ნუ აქედან გამომდინარე მომიწია რომ მათაც იჩქარებოდათ რომ ფეხბურთელები დაკომპლექტებული იყვნენ და ვერც ისინი დამეულდნენ და მეც ისე ვიყავი და დავრჩი ესე. და დავრჩი გაგრაში, ის არ გამოვიდა ის გუნდი და წელს უკვე ისე მოხდა რომ ასე თუ ისე დავლაგდით და შევთანხმდით და გადავწყვიტე რომ წასულიყავი რა. ყოფმანი არ მქონია, იმიტომ რომ დინამო თბილისია და სახელია. მასზე დიდი გუნდი მე ვფიქრობ საქართველოში არ არის და ყველაფერს თავი დაანებო იამაყებ იმით, რომ დინამო თბილისში გაქნა თამაშები და ეს ჩემთვის გორს ნიშნავს. შევეხოთ შენ TikTok კარიერას. როდიდან დაიწყო და როგორ შეყევი ამას? 2021-ში დავიწყე მახსოვს და ხალხს რო უვარდებოდათ ხოლმე ვიდეოები და მე გარეთ ხდებოდა კი ანუ რატომაც არა მე შეიძლება თან ვხედავდი ვიღაც სურათს იღებდა ის აქტი. მე ვფიქრე რომ შეიძლება მეც დამეწყო რაღაცები და დავიწყე და გავარდა ჩემიც რაღაც ვიდეოები და ანალოგიურად იმ ადამიანების ვინც ცნობილები გახდნენ, ჩემთანაც მოდიოდნენ იღებდნენ სურათებს და მიხარობდა და ეს იყო мотиваცია რომ აი კიდე და შემოშიაკავდე. და ხუმრობა შეყევი. კი, ხუმრობაში ინფლუ გავიჭირე. ინფლუ გავხდი. მაგრამ ჩვენს ხშირად ვიდეოები ვუყურებთ. მაგრამ მოგიწევს ჩვენთან ჩაწერით. გადავიღოთ არა პრობლემა. სასიამოვნოა პირიქით. საინტერესოა, მაგრამ ხანდახან დამღლელიც რა. რა იმაზე გიწევს ფიქრი რა გადავიღო და ძალიან დამღლელია მაგხრე, მაგრამ როცა ვარ ხასიათზე ვიხმობ რაღაც ცანცარო რაღაცებს. აი, შენი საყვარელი ფილმი ან სერიალი როგორ რა? ან თუნდაც წიგნი? წიგნი მე მიყვარს, მე ცოტა ღრმა აზროვნება მიყვარს რა. დოსტოევსკი მიყვარს. ბევრია აქვს ესე როგორ გითხრა რა, იატაკოშეთის ჩანწერები, იდიოტი, მოთამაშე, სასწაული წიგნებია და ესენი არის ძირითადად წიგნს ვკითხო, მაგრამ ფილმები ძალიან ბევრია. მწვანე ბილიკი მიყვარს, სასწაული ფილმია. ფორესტ გამპი მიყვარს. ბევრია, ძალიან ბევრი ფილმია რა. ეს გამორჩეულად მაშინ ტოპ-10 უნდა დავა და ესე ძალიან გაგვიგზელდება. სამი გითხარი. რომელიც გინ სერიალი, გინ ფილმი, გინ წიგნი. ესე იგი მწვანე ბილიკი, ფორესტ გამპი და განმორჩილი მოქალაქე არის. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფილმები, რაც აქამდე მიყურებია რა. მაგრამ არის კიდე რაღაცეები რა. შემდეგში შემოვიდოდეს. აი, ერთი ადამიანი რო აგარჩევინოთ, გინ სოცხალი და გინ უკვე წარსულის, ვისთან ერთად დაждდებოდი და გიქნებოდა ვახშამი. დოსტოევსკის სიამოვნებით. თან გონია რომ როცა მის წიგნს ვკითხულობ, გონია რომ იმან რაც თუნდაც 100 წლის წინ გამოვიარა, დღეს
მე გავდივარ, იმიტომ რომ მე ვკითხავ, რომ შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა თავისავე ამოიცნოს ამ წიგნის დოსტოევსკის წაკითხვის მომენტში და დოსტოევსკი. თან როგორ გიცნობენ მაშინ ხალხი შენ ფეხბურთის გარეთ? მე ვფიქრობ, რომ ადამიანი თავის თავს საერთოდ არ იცნობს და აქთან გამომდინარე ესე შეიძლება შეხება გვაქვს, მაგრამ მაინც ვერ გამიცნოს ადამიანმა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად არავინ არ მიცნობს ადამიანებიდან რა. რომ ძალიან რთული ადამიანის გაცნობა. შეიძლება ესე რაღაცა ესე გავიცნოთ, ვილაპარაკოთ. ერთი წელი, ორი წელი, მაგრამ მარტო რომ დავრჩებით, ვაფშე სხვა ადამიანები ვართ. აქთან გამომდინარე, რეალურები მარტო ვარ, თორსა მაშინ ვარ, თორსა მარტო ვარ რა. მე ვფიქრობ, რომ ადამიანის გაცნობა ძალიან რთულია და ვერ გიცნობენ. ხო, ან ბოლომდე ვერასდროს გაიცნობენ. გამორიცხული. მაგრამ თუ კარგად მიცნობენ და კარგს ფიქრობენ, მიხარი. თუ ცუდად მიცნობენ ან რაღაც ცოტა ისე კარგად არა, მათაც მადლობა. ეს მათი არჩევანია და მათი გადაწყვეტილებაა. ანუ რამე განცდა არ გიჩნდება რომ რატო ფიქრობენ ჩემზე ცუდად ან რამე ეგეთი. ანუ როგორ თქვა ხა. არ მინდა ისე ცუდად გამომივიდეს, მაგრამ და რავია. შედარება არ მინდა ცუდი გამომივიდეს რა ხა. ფალია წამის და უფალზე ფიქრობდნენ რომ არ იყო კაი ადამიანი და როგორ შეიძლება მე ხა გამოვიდე და თქვა მილიონობით ადამიანში რომ აი რატო და რის გამო. შეიძლება რაღაც გულისწყობა კონდეს, მაგრამ არა განსაკუთრებული რომ აი რატო და რაღაცა. არ ვაქცე ყურადღებას რა. თავარია შენ დინებას მიყვება ეგ. დინებას კლასაზე მიყვებია და ესე რომ დინების საწინააღმდეგოდ რჩებია. მადლობა ძალიან დიდი გიორგი რომ ჩვენთან იყავი მეორე სტუმრად. მინდა რომ კიდევ ვერ ვიყავდეს და ძალიან გვეხნიშნოთ ჩვენთვის რომ დროს გვითმობ და გვეხმარები ამ პროექტის ამოხაჭაში. პირიქით მადლობა თქვენ, იმიტომ რომ ქართული ფეხბურთის საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმეს აკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ ფეხბურთს არ აქვს იმ ხელ განვითარება, რომ ესეთი გადაცემები და ესეთი საინტერესო საუბრები გქონდეს. აქედან გამომდინარე გისურვებთ, რომ განვითარდეთ ისე როგორც თქვენ გინდათ და გისურვებთ, რომ მაღალ და მაღალ საფეხურებზე ახდეთ. მადლობა. მადლობა და მადლობა მაყურებლებსაც და თუ გაინტერესებთ და გინდათ რომ გავაგრძელოთ ჩვენი პროექტი, ჩვენ ყოველთვის აქ ვართ, არ ვჩერდებით და გამოიწერეთ ჩვენი არხი და არ დაგავიწყოთ რომ დაალაიქოთ ვიდეოს.